დღეს ვართ წყალტუბოში, სასტუმრო ეპიქში და უნდა დავაგემოვნოთ იმერული უგემრიელესი კერძები. აქ გვაქვს ხბოს ნეკნი პეცზე და ისეთი ცხელია, რომ კიდეც კაცუნობს. რა თქმა უნდა, შქმერული, ფხლის ასორტი, სტეიკის სალათი და გიგანტური ხაჭაპური შამფურზე. იმერულის სუფრა არ არსებობს ფხალის გარეშე, ამიტომ ფხალს გამოვიყენებ როგორც სტარტერი, სანამ გავსინჯავ ამ გემრიელობებს. გემრიელესია და ფხალში ზუსტად ის მომწონს, რომ ბევრი სხვადასხვა გემოა და შეგიძლია ყველაფერი გასინჯო. სანამ ცხელია და კაცუნობს, მოდით გავსინჯოთ ხბოს ნეკნები. უგემრიელესად გამოიყურება. ჩემი აზრით, ხბოს ნეკნები უნდა იყოს ზუსტად კერძზე მომზადებული, სულ სხვანაირი გემოა. უგემრიელესი соуსია, ოდნავ სიმჟავეც არის, ოდნავ სიტკბოც და ბროწეულიც ძალიან უხდება. შემდეგი კერძი იქნება შქმერული და სხვათა შორის ქართული სამზარეულოდან ეს არის ჩემი საყვარელი. პაპუკესი соуსია და ჩემი აზრით იმერეთში ამზადებენ საუკეთესო ქათმის კერძებს. ყველაზე ლამაზი სალათი, რაც ოდესმე მინახე, ეს არის სტეიკის სალათი, გავსინჯოთ. ყველაზე მეტად მომეწონა ამ სალათს, როცა შევხედე, რომ ხილი არის დამატებული სალათში. ძალიან მომწონს ბოლო დროს შეხამება ხილის და მაგალითად მარილიანი რაღაცის, ან ზოგადად ტკბილი და მარილიანი რაღაცის. ჯერ ერთი რა კერძებია, მერე რა ადგილას ვართ. ეგეთი კერძები უფრო გემრიელი ხდება იმერულ ხედებზე. სტეიკი არის well done, მაგრამ არ არის მშრალი, რაც მთავარია, იდეალურად შემწვარია და ეგეთი სალათების მოყვარული ვარ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი გემოების შეხამება მიდის. აქ მაგალითად სხვადასხვა კენკრა არის გამოყენებული, ფორთოხალიც არის, ბაზამიკოს соуსი ერთ-ერთი ჩემი საყვარელია, სალათის ფურცელი იდეალურია. სუფრის მთავარ გმირს ეს არის ხაჭაპური შამფურზე. ამას შეხედეთ, რამდენი ყველია, ღმერთო, გემრიელია. ეხლა უგორჩა. რა თქმა უნდა, შამფურზე რო არის მომზადებული, თავის გემოს აძლევს. მორწმუნებული ვარ, რომ ეგეთი გენიალური კერძები იბადება ზუსტად ეგეთ ულამაზეს ადგილებში, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა სასტუმრო ეპიქს. ჩვენ ვართ წყალტუბოში. სხვა ვიდეოში თქვენ ნახავთ, რამდენად ულამაზესი თვითონ სასტუმროს კომპლექსია და რამდენ რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ აქ. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დაელოდეთ ძალიან მაგარ ვიდეოებს.